ვარ ანა დევაძე 10 წლის. სწავლობ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში. ჩემი სამყვარელი საქმიანობაა ხატვა, კითხვა და მოგზაურობა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში 5 წლის ასაკში. მე ვარ ძალიან ნიჭიერი, თვით ნასწავლი მხატვარი. მე ვიცი მთების ხატვა, მზის ჩასვლის ხატვა, ბუნების დახატვა, აი მაგალითად შემოდგომა, გაზაფხული, ზაფხული და ზამთარი. ყველაზე რთული არის შემოდგომის დახატვა. ყველაზე ადვილია მზის ჩასვლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია თეთრი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ძალიან მუქი ფერია და აბნელებს ნახატს. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს დაახლოებით 53 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა რომ გავიზრდები, დავათვალიერო ჩემი ნახატები და გავიხსენო ბავშვობა. ამ ნახატებიდან ერთი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჩემი ნახატები არ გამიყიდია და მყიდველი რომ ვიყო სიამოვნებით გავყიდდი. თითო ნახატი ეღირება 5 ლარი. მე ფული როცა მაქვს უმეტესად ვხარჯავ ტანსაცმელების ყიდვაში. ზოგჯერ მიყვარს ფულის შეგროვება და მერე საყიდლებზე წასვლა. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონდა 250 ლარი. დაბადების დღეებზე მჩუქნიდნენ, ხან როცა ფულს მაძლევდნენ, ვაგროვებდი. მე რომ გავიზრდები, ხელფასი მექნება 10700 ლარი. ყველაზე ხშირად ჩემ ნახატებს ჩუქნი დედიკოს. თოვლის ბაბუას თუ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანა მინისოს ფუმფულა სათამაშო და წიგნი, რომელიც ძალიან მინდოდა. წელს მინდა მომიტანოს სახატავი ნივთები. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 93 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის გუგა. ჩემი სკოლა მიყვარს იმიტომ, რომ მყავს თბილი კლასელები და თბილი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია მელისა ჯაყელიძე. ყველაზე მშვიდია ანასტასია რიჟვაძე. ყველაზე ბედნიერია ელენე დევაძე. მე ვარ ყველაზე ნაზი და ყველაზე პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია მუსიკა. საყვარელი მასწავლებელია ხათუნა მამულაიშვილი. იმიტომ რომ ძალიან კარგად გვასწავლის, გვექცევა თბილად და ლამაზიც არის. ისე მასწავლებლებში ძალიან გამიმართლა და ყველა ძალიან მიყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე სტომატოლოგი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი დიზაინერი. ახლა მინდა ვიყო 21 წლის, იმიტომ რომ მომწონს დიდი რომ ვარ. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ტყუპი და ჩემი ძამიკო, დედა და მამა. კიდე მინდა მყავდეს ერთი პატარა დაიკო. ჩემი და არის 10 წლის და ჰქვია ელენი. ის არის ლამაზი, დახვეწილი, ნერვების მომშლელი. ცოტა ზარმაციც. ჩემი აზრით ელენე რომ გაიზრდება, გამოა ქართულის მასწავლებელი. ჩემი ძმა არის 11 წლის და ჰქვია დემეტრი. დემეტრი არის ჭკვიანი, მოწესრიგებული, ნერვების მომშლელი და სიმპათიური. დემეტრი ალბათ გამოა მათემატიკოსი. მამიკო არის სიმპათიური, განათლებული, უშიშარი, ვაჟკაცი. მე ვარ მამიკოს გოგო. ჩემი დაც ამას იტყოდა, მაგრამ მე უფრო ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, საქმიანი, პრანჭია. კიდე დედიკოს უყვარს გაპრაჭვა, მაგრამ დრო არ აქვს იმისთვის, რომ გაიპრაჭოს, რადგან უფრო მეტ დროს გვითმობს ჩვენ. მიყვარს კითხვა და წიგნის შემოყვარა დედიკო. ჩემი საყვარელი წიგნია 3 წითელი თევზი. სახლში გვაქვს ძალიან კარგი წიგნების დიდი ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის უხელფასო დირექტორი არის დედიკო. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო, რა თქმა უნდა, ვიქნებოდი მე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, დავეხმარებდი გაჭირვებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავადმყოფ მოხუცებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ანა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ანა დამარქვა დედიკომ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ ანა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნენე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ფუმფულა ლეკვი. ბედნიერება არის პატარა ლეკვი და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.